ერთი წუთი წარმოიდგინე, რომ ხარ ფილმის მთავარი პერსონაჟი, რომელიც ყველანაირ შანსს კარგავს, არაფერი გამოსდის. უარს იღებს იმ ადამიანისგან, რომელიც ძალიან უყვარს და მთელი სიუჟეტი მიდის გეგმის საპირისპიროდ. რას აკეთებს ამ დროს მთავარი გმირი, რომ ეს ისტორია happy end-ით დასრულდეს? ფილმში მთავარი გმირი უეჭველი რაიმეს მოიმოქმედებდა და აიღებდა სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებებზე. იგივენაირად მოიქეცი შენს. როცა შენი ცხოვრების სიუჟეტი არ მიდის გეგმის მიხედვით, რომს გეშინოდეს, გტკიოდეს, ძვირი გიჯდებოდეს, იმიტომ რომ ცხოვრებაში ზრდის მომენტები მაღალი საფასურის გადახდის შემდეგ მოდის. როდესაც საკუთარ თავს უსვამ კითხვას, ეს როგორ დამემართა, სტაგნაციაში ხარ. როდესაც ეკითხები, რა უნდა მოიმოქმედოს ჩემმა მთავარმა გმირმა ამ სიტუაციაში, ზუსტად ამ კითხვის მერე გრძელდება შენი ფილმის სიუჟეტი. უყურე საკუთარ ცხოვრებას როგორც ისტორიას. ყოველ ჯერზე შეასრულე ქმედება, რომელიც მას უფრო ძლიერს გახდის და არა უფრო კომფორტულს. გაუგზავნე ეს ვიდეო შენს მეგობარს, რომელსაც მძიმე დღეები აქვს.